რომელი მათგანია ყველაზე ჯანსაღი? თუ არა ჯანსაღი, ჩემ განცდაში ყოველთვის იყო. პირველი მოდის წვენი, მერე მოდის ნატახტარი, მერე მოდის კოლა. შაქრიანია. მაშინ როცა 1 ჭიქა 250 მილilitrიანი წვენი მოგცემს 3-ვეზე მეტ კალორიას. 3-ვეზე მეტ დამატებულ შაქრებს. 1 ჭიქა წვენი, რომელიც უფრო გეჯანსაღება, მოგცემს 130 კალორიას და დაახლოებით 7 ჩაისკოლს დამატებულ შაქრებს. ანუ შენი იერარქია ჯანსაღიდან არაჯანსაღისკენ გადმოვიდა ესე. და ეს დალოცვილი რო ვიძახი, რომ დალიეთ უშაქრო გაზიანი სასმელი, ეგ დააჯერე ხა ის რომ აფინანსებს. რა ქვია, კოლას მისია. ჭონია. უშაქრო ალტერნატივა თუ შემოვა საქმეში, უკვე გულის 7-ად მაქვს, მაგრამ არ გეგონოს რომ წვენი უფრო ჯანსაღია, ვიდრე ნებისმიერი სხვა და ნატახტარი ჯობია კოლას, იმიტომ რომ საქართველოში ეს დალოცვილი წარმოებული. პირიქით არის იერარქია. ყველაზე ბოლოს ავირჩევდი წვენს, ყველაზე პირველს ავირჩევდი უშაქრო ალტერნატივას.